კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მე ნოდარ სირბილაზე ვარ, რადიო კომერსანტის თემა აგრძელებს თქვენთვის მუშაობას. ტრადიციული რუბრიკის ჯერი დადგა, რომელიც ყოველ სამშაბათს გვაქვს, კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა და დღესაც ტრადიციულად ძალიან საინტერესო თემას შევეხებით, რომელიც ასე ვთქვათ, შემეცნებით ხასიათსაც ატარებს და სწორედ დღევანდელ რუბრიკაში ჩვენი სტუმარი იქნება გულნაზ ბოკუჩავა, კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს წარმომადგენელი. პირველ რიგში მოგესალმებით, ქალბატონო გულნაზ, მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ და დღეს ძალიან საინტერესო თემა გვაქვს აღებული ელექტრონული კომერცია და სუბიექტები ელექტრონული კომერციის ასე ვთქვათ პროცესში. ვინ არიან ეს სუბიექტები? მოდი ამით დავიწყოთ საუბარი და ბუნებრივია შემდგომ გადავალთ შესაძლებელი მოთხოვნებზეც მათ შორის. თუმცა დავიწყოთ საუბარი სუბიექტებით. მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა მოწვევისთვის პირიქით. ელექტრონული კომერცია მთლიანად ეს პროცესი საქართველოშიც ისევე როგორც მსოფლიოში დაკავშირებულია როგორც თანამედროვეობასთან და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებასთან, ასევე ახასიათებს ბევრი გამოწვევა შესაბამისად ჩვენ სააგენტო 2022 წლებში მიღებული კანონების შესაბამისად ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რათა ელექტრონული კომერციის პროცესი უსაფრთხო იყოს როგორც მოვაჭრის, ასევე მომხმარებლისა და საინფორმაციო საზოგადოების მიმწოდებლისათვის. ის სამი სუბიექტი პროცესში ძირითადად ეს სამი სუბიექტია და თითოეულ მათგანს აქვს თავისი ვალდებულებები, ესე ვთქვათ. ამ კუთხით აღსანიშნავია პლატფორმის ვალდებულებები, რომ მოვაჭრეს და მომხმარებელს მთლიანად ეს პროცესი გაუხადოს, ესე ვთქვათ, სანდოდ. შესაბამისად, ძირითადი ვალდებულება მისი გამომდინარეობს ტექნიკური ვალდებულებებიდან. ანუ ხეშად რომ ვთქვათ, მან პლატფორმამ უნდა უზრუნველყოს, რომ მოვაჭრეს მისცეს ის ტექნიკური სივრცე და საშუალება, რათა მან მომხმარებლამდე მიიტანოს სანდო, როგორც საქონელი, ასევე მომსახურება. კი ბატონო, აი მოთხოვნების ნაწილი მოდი უფრო დეტალურად ჩავშალოთ, ეს ძალიან საინტერესოა. თან მით უმეტეს ხა ელექტრონულ კომერციაზე რო ვსაუბრობთ, ელექტრონულ კომერციაზე კი ვიცი დინამიკა როგორია, ხო, ეტაპობრივად ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება საზოგადოების და მომხმარებლის ინტერესი, რომ გარკვეული ნივთი იქნება ეს თუ ასე შემდეგ, შეიძინოს სწორედ ელექტრონული კომერციის გამოყენებით და ამ შემთხვევაში ეს მომსახურების მიწოდებლების ფუნქცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოდი უფრო დეტალურად გავშალოთ ეს მოთხოვნები. თქვენ ტექნიკურ მხარეზე დაიწყეთ საუბარი, გარდა ტექნიკური მხარისა კიდევ აი ძირითადად რა მოთხოვნებს ითვალისწინებს და რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ ამ ეს თქვათ მომსახურების მიმწოდებელმა კომპანიებმა. კი ბატონო. მოკლედ დავიწყოთ მოვაჭრის ვალდებულებებით, ვინაიდან მომხმარებლის უფლების დაცვის შესახებ კანონის მიხედვით მოვაჭრეს ძირითადად ეკისრება ანუ ინფორმაციის მომხმარებლის ინფორმირებულობის ნაწილში აქვს ძალიან დიდი ვალდებულებები და მის მიმართ დგას დიდი მოთხოვნები. ეს არის იგივე საკუთარ თავზე ინფორმაციის ჯეროვნად მიწოდება, თქვათ კანონის მიერ გარანტიის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება და ასე შემდეგ, ანუ ყველა ის დეტალი, რომელიც ხელშეკრულების დადებისთვის მომხმარებელს სჭირდება, მოვაჭრემ აუცილებლად სწორი ინფორმაცია ამის შესახებ უნდა მიაწოდოს მომხმარებელს. აქ უკვე შემოდის პლატფორმა, მაგალითად მაგალითის სახით მარტივად რომ ვთქვათ, თუ კი გვყავს მომხმარებელი, რომელიც ელექტრონულ კომერციაში უკვე თავს ონლაინ რაღაც საქონელს ან მომსახურებას კონკრეტულ პლატფორმაზე და ამ პლატფორმაზე ან პლატფორმა ამ შემთხვევაში გვევლინება როგორც შუალედური მომსახურების მიმწოდებელი, ანუ შუამავალი ამ შორის, მაგრამ თუ კი პლატფორმაზე არ არის მიწოდებული მოვაჭრის თაობაზე სწორი ინფორმაცია, ამ შემთხვევაში დგება სწორედ პლატფორმის პასუხისმგებლობის საკითხი. ჩვენ ელექტრონული კომერციის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით მართალია ეგრეთ წოდებული safe harbor-ის რეჟიმი მოქმედებს, რაც ნიშნავს, რომ პლატფორმა ზოგადად განთავისუფლებულია პასუხისმგებლობისგან, რომ ანუ მას არ ევალება კონტენტში, ეგრეთ წოდებულ კონტენტში შევიდეს, თუმცა იმ შემთხვევაში თუ კი მოვაჭრე არ მიაწვდის მომხმარებელს სწორი ინფორმაციას, ამ შემთხვევაში ამ ინფორმირებულობის ნაწილში სწორედ ის იქნება, ესე ვთქვათ, კონკურენციის აგენტოს აღსრულების ობიექტი, ვინაიდან იგი დაიდენტიფიცირდება როგორც მოვაჭრე. მაგალითად, ეს ორი ძირითადი რაც შეიძლება ამ მიმართულებით გამოვყოთ არის მოვაჭრის მიკვლევადობა, ანუ პლატფორმა ვალდებულია, რომ მის პლატფორმაზე, space-ზე, ეგრეთ წოდებულზე განათავსოს მხოლოდ იმ მოვაჭრის შესახებ ინფორმაცია, რომელიც არის იდენტიფიცირებადი. ანუ შემდგომ თუ კი რაღაც ხელშეკრულებაში წარმოიშვება ხარვეზები, მომხმარებელს ვთქვათ, თუ მომავალში სურვილი ექნება, რომ უჩივლოს მოვაჭრეს და მოვაჭრე არ გვეყოლება იდენტიფიცირებული, პლატფორმა ვერ დაიწყებს თავს, რომ მან არ იცოდა მოვაჭრის შესახებ მოვაჭრის საიდენტიფიკაციო მონაცემები.
მონაცემები, მაგალითისთვის ამ შემთხვევაში სწორედ ის იქნება ობიექტი, რომლის მიმართაც დადგება პასუხისმგებლობა და აქ არის ასევე წესების დაპირობითი ნაწილი, ანუ სავაჭრო პოლიტიკა. პლატფორმა ვალდებულია როგორც თავისი სავაჭრო პოლიტიკა, როგორც საინფორმაციო საზოგადოების მომსახურების გააცნოს მომხმარებელს, მაგრამ ამავდროულად თავის სავაჭრო პოლიტიკასთან ერთად მან უნდა უზრუნველყოს და ისე უნდა განათავსებინოს საქონელი თუ მომსახურება მოვაჭრეს, რომ მოვაჭრის სავაჭრო პოლიტიკა არ იყოს დადებული, ესე ვთქვათ, საიტზე. წინააღმდეგ შემთხვევაში სავაჭრო პოლიტიკის ნაწილშიც მის მიმართ დადგება პასუხისმგებლობა. შესაბამისად, პლატფორმა ზოგადად ჩვენი კანონმდებლობის თანახმად ესე ვთქვათ, უხიშად რომ ვთქვათ, ვერ დაიბანს ყველა შემთხვევაში ხელებს, არამედ მოვაჭრის მიერ ინფორმაციის მიწოდების ნაწილის დარღვევის შემთხვევაში, თუ კი მოვაჭრის შესახებ ინფორმაცია არ იქნება, იგი ან სრულად იქნება პასუხისმგებელი ამ ნაწილში მოვაჭრის ნაცვლად, ან გაიზიარებს პასუხისმგებლობის ნაწილს მასთან ერთად. კი ბატონო, მთავარი ხაზი არის ის, რომ სრულად ინფორმირებული გახადოს მომხმარებელი სავაჭრო პლატფორმა. ასევე პრინციპში აი უტრირებაც რომ მოვახდინოთ, აი მაგალითად ბანკი რო ავიღოთ, ხო, ბანკი მაგალითად როგორ მუშაობს, დეპოზიტი შეაქვს ადამიანს, ეს ბანკი ასესხებს, იღებს თანხას, დეპოზიტს უბრუნებს და გარკვეულ მოგებას ნახულობს. და მე მაგალითად როგორც დეპოზიტის შემტანი, მართლა არ მაინტერესებს ის ვის ეს გაასესხებს, გადაიხდის თუ არა, მე ჩემი უნდა ავიღო პირობითად, ხო? და იმიტომ ვიყენებ მაგალითად ბანკს როგორც შუამოვალს. ალბათ ამ შემთხვევაშიც აი ამ ნაწილში ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარკვეულწილად თანხმედრაშია. თუმცა გარდა ამისა, ერთი მომენტიც არის. აი ესეთი кейსები თუ ყოფილა, ან თუ იქნება, როგორ იქნება კონკურენციის სააგენტოს შემდგომში ზამხედველობა, რაიმე ბერკეტი თუ გააჩნიათ, აი მაგალითად შევედით რომელიღაც სავაჭრო პლატფორმაზე, კი ბატონო, იყოს ინფორმაცია, იდენტიფიცირებული იყოს მოვაჭრე, გარკვეული ნივთის შეკვეთა განვახორციელე, იმ მოვაჭრემ ვერ ამ პლატფორმის საშუალებით აიღო პირობითად ეს შეკვეთა, მაგრამ თავისი ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა. აი ამ შემთხვევაში დგება თუ არა შუამავლის პასუხისმგებლობა, თუ ეს პასუხისმგებლობა გადადის კვლავ მთლიანად მოვაჭრეზე. აი აქ როგორ არის ეს? კი ბატონო. მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონის მიხედვით მოვაჭრის მიმართ დგება ინფორმაციის მიწოდების ნაწილში ძირითადად ვალდებულებები, ანუ მოვაჭრის თაობაზე ინფორმაციის მიწოდების ნაწილში, თუმცა ელექტრონული კომერციის შესახებ კანონი, რომელიც 1 წლის, ანუ იმავე წელს 2023 წელს იქნა მიღებული, ავსებს ესე ვთქვათ ამ პროცესს, ანუ ეს ორი არ შეიძლება დამოუკიდებლად განვიხილოთ, არამედ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება დადგეს როგორც მხოლოდ მოვაჭრის მიმართ პასუხისმგებლობის საკითხი, ასევე საინფორმაციო საზოგადოების მომსახურების მიწოდების ნაწილში, თუ კი იქნება რაიმე დარღვევილი მაგალითისთვის, თუ კი პლატფორმა არ გამოყოფს space ეგრეთ წოდებულ ტექნიკურს, რომელიც აუცილებელია მოვაჭრისთვის, რომ მიაწოდოს საქონლის ან მომსახურების თაობაზე რაიმე ტექნიკური ინფორმაცია, ან მოვაჭრე ამ შემთხვევაში უბრალო იქნება, შესაბამისად პლატფორმის პასუხისმგებლობა დადგება თავიანთ ნაწილში, ნებისმიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება დადგეს როგორც მოვაჭრის მიმართ, ასევე საინფორმაციო საზოგადოების მომსახურების ან hosting provider-ის მიმართ. ანუ წერტილოვნად ინდივიდუალური განხილვები მიდგომები, ამის ბერკეტი და შესაძლებლობა აქვს კონკურენციის სააგენტოს. ჩვენ ორივე კანონიდან გამომდინარე, რაც ზემოთ ვახსენე, სახელმწიფო კონტროლსა და პასუხისმგებლობაზე პირი ეს არის პასუხისმგებელი პირი ეს არის კონკურენციის სააგენტო, ელექტრონული კომერციის შესახებ კანონში რამდენიმე ძირითადი მუხლია, რომელზეც პასუხისმგებლები ვართ ჩვენ და შესაბამისად თუ კი ამ მუხლების დარღვევას ექნება ადგილი, მოქმედებთ ორივე კანონის შესაბამისად. კი ბატონო. და აი ძირითად გამოწვევებსა და სააგენტოს პრაქტიკაზეც რო ვისაუბროთ ამ მიმართულებით, საინტერესოა რა ძირითადი გამოწვევები და ასევე სააგენტოს რა ქონია უშუალოდ პრაქტიკული შემთხვევები. კი ბატონო. ელექტრონული კომერციის პროცესი, როგორც მსოფლიოში ან გლობალიზაციის პირობებში, საქართველოშიც, ესე ვთქვათ, იგივე ტენდენციებით გამოირჩევა, ანუ ფაქტობრივად იგივე სახის დავები გვაქვს ჩვენც, როგორც ეს მაგალითად ევროკავშირის ქვეყნებშია. მაგალითად გამოვყოფდი შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობის მიმართულებას. თუ კი თქვენ შეხვალთ და აღმოაჩენთ, რომ ჩართულია წამზომი, მაგალითისთვის, ვის ესეთი პლატფორმები, რომელიც თქვენს ნებაზე მოქმედებს, ანუ რაღაცნაირად ფსიქოლოგიურად გაჩქარებთ, რომ მიიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილება და იყიდოთ საქონელი ან მომსახურება, ეს ნებადართულია, თუმცა ამ წამზომით გათვალისწინებული დროის ამოწურვის შემდგომ თუ კვლავ შეხვალთ და ეს წამზომი ისე მოქმედი იქნება, გამოდის, რომ ეს მხოლოდ იმისთვის გაკეთდა, რომ თქვენზე ფსიქოლოგიური მოქმედება მომხდარიყო, მანიპულაციური ტექნიკის გამოყენებით და შესაბამისად თქვენ მოტყუებული და
რომ მას შეყვანილი ხართ, ჩვენ გქონდა ასეთი შემთხვევა და დავადგინეთ შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი და დარღვევა. შესაბამისად ეს არის ის ძირითადი მიმართულება, რაც ჩვენთან გამოიკვეთა. ასევე იყო შემთხვევები, როდესაც მაგალითად კალათაში მონიშნავთ ერთ პროდუქტს, მაგალითად ფეხსაცმელს და ამ ფეხსაცმელს უკვე გადახდის დროს აღმოჩენთ, რომ მოყვება ასევე საწმენდი, რომელიც თქვენი ნებისგან დამოუკიდებლად ჩავარდა, ესე ვთქვათ, კალათაში. შესაბამისად, ესეც მოტყუებით და манипуლაციური ტექნიკიდან გამომდინარე არასამართლიანი კომერციული საქმიანობაა და ამის მიმართაც დგება პასუხისმგებლობა. ანუ მოკლედ ეს არის ძირითადი მიმართულებები, რომელიც დაკავშირებულია ტექნოლოგიებთან და ციფრულ სფეროსთან და ის манипуლაციური ტექნიკები, დიახ, რომელიც გამოიკვეთა როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს მასშტაბით და ჩვენ გვაქვს ამას მიღებული გადაწყვეტილებები და დამდგარია შესაბამისი მოვაჭრეების პლატფორმების მიმართ პასუხისმგებლობა. კი ბატონო, დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად და ინფორმაცია მოგვაწოდეთ შუამავლების შესახებ, ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ საუბრობთ ელექტრონულ კომერციაზე. გულნაზ მოკუჩავა იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, კონკურენციისა და მოხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს წარმომადგენელი. შემდეგ კვირის სამშაბათს ტრადიციულად აღნიშნული რუბრიკა დაბრუნდება ჩვენს ეთერში.